საქართველოში ქალთა უფლებების და გენდერული თანასწორობის მიმართულებით მიღწეული პროგრესი ბოლო წლების განმავლობაში დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა, როდესაც სახელმწიფო პოლიტიკის დღის წესრიგიდან გაქრა გენდერის საკითხები, გაქრა დაუცველი ჯგუფების უფლებრივი მდგომარეობა და პირდაპირ სამიზნე გახდა სახელმწიფო პოლიტიკისა გენდერი, სიტყვა და თვითონ კონცეფცია და ამ დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისიც, რომ ჩვენ ქვეყანაში დღეს არ ყავს დამოუკიდებელი მექანიზმი, რომელიც ამ ვითარებას შეაფასებდა, რომელიც ამ ვითარების შეფასებისთვის გადაჭრის გზებს შემოგთავაზებდა და დაგვრჩა მხოლოდ სამოქალაქო საზოგადოება, რომლის როლიც და წვლილიც არის განუსაზღვრელი. ჩვენ არ უნდა გავაჩეროთ მუშაობა, რადგან სწორედ სამოქალაქო საზოგადოება შეუძლია მოახდინოს ერთი მხრივ დოკუმენტირება იმ უფლებადარღვევების, რაც დღეს ხდება ჩვენ ქვეყანაში და მეორე მხრივ გარკვეული ადვოკატირება გაწიოს საერთაშორისო დონეზე. და დღეს ჩვენ, როდესაც ქალთა კონგრესს ვესწრებით, ეს არის უმნიშვნელოვანესი ინიციატივა, სწორედ ამ მიმართულებით, სწორედ ამ კავშირების ჩამოყალიბებისთვის და ჩვენ დღეს ვხედავთ იმ ადამიანებს, რომლებსაც ბრძოლა არ შეუწყვიტავთ მიუხედავად არალეგიტიმური რეჟიმის რეპრესიული ღონისძიებებისა და ისინი მზად არიან უფრო მეტი ჩადონ ამ ბრძოლაში, მათი რესურსი, მათი მონაწილეობა და სწორედ ამიტომ მე ვიმედოვნებ, რომ ქალთა კონგრესი გააგრძელებს მუშაობას სხვა ფორმატებში, სხვა სივრცეებში, თუმცა ის შეძლებს შეასრულოს ის როლი, რაც დღეს ჩვენ ქვეყანაში სახელმწიფო ინსტიტუტებმა და უწყებებმა დაკარგეს, მათ შორის სახალხო დამცველის აპარატმა.